მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვსწავლობთ დაოსურ პრაქტიკებს და ასევე ძენ პრაქტიკებს. ამიტომ, ძენ პრაქტიკები ეს არის ბუდისტური მიმართულება და ამიტომ გთავაზობთ ესეთ მოკლე ლექციას, თუ რა განსხვავებაა დაოსმსა და ბუდიზმის შორის. დაოსში და ბუდიზმში დაოსმიცა და ბუდიზმიც ორივე ძლიერია ჩინურ სულიერ ტრადიციებში და ზოგჯერ ესენი ერწყმიან კიდევაც ერთმანეთს. მათი წარმოშობა, დაოსმი, იგივე ტაოიზმი, წარმოიშვა ჩინეთში ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში. აქ მთავარი ფიგურები იყვნენ ლაო ცი, რომელიც არის დაო დე ცინის ავტორი და ჟუან ცი. რაც შეეხება ბუდიზმს, ბუდიზმი წარმოიშვა ინდოეთში ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეებში. ანუ თითქმის ერთდროული წარმოშობა აქვს. დამფუძნებელი მისი იყო სიდჰართა გაუტამა ბუდა. და ჩინეთში ბუდიზმი შემოვიდა ძველი წელთაღრიცხვით 1 საუკუნეში. უმთავრესი იდეები დაოიზმში ჰარმონია ბუნებასთან და დაოსთან გზასთან ერთიანობა, ხოლო ბუდიზმში ცოდვისა და ტანჯვისაგან განმანთავისუფლებლობით, ანუ ნირვანათი. პრაქტიკები დაოიზმში არის უთქვითი ტექნიკები, ციგუნი, ტაიჩი და შინაგანი ალქიმია, ჯინგ ცი შენი გარდაქმნა, ანუ ტრანსფორმაცია. აქ ხდება სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაცია, სიცოცხლის გახანგრძლივების პრაქტიკები. რაც შეეხება ბუდიზმს, აქ არის მედიტაციები, ვიპასანა, ძენი, თიანა, რწმენა კარმასა და რეინკარნირებაში, თანაგრძნობის და უმარტივესი ცხოვრების კულტივირება. მიზანი არის სანსარას ციკლიდან გამოსვლა. დამოკიდებულება სამყაროზე. დაოიზმში ცხოვრება უნდა იყოს ბუნებრივთან შერწყმული, უვეი, ძალდატანების გარეშე მოქმედება. აქ მთავარი მიზანია ჰარმონიული სიცოცხლე და მისი გახანგრძლივება. ბუდიზმში სამყარო ტანჯვის წყაროა და უნდა გამთავისუფლდეთ მისგან. მიზანი არის ნირვანა, ანუ გარდასვლა. ღმერთები და სულიერება დაოიზმში არის მრავალი ღმერთები, მრავალფეროვანი ღვთაებები და უკვდავები. მათ ეწოდებათ ქსიანი, თუმცა უფრო ენერგიასა და ბუნებრივ ძალებზეა დაფუძნებული. ბუდიზმში ღმერთები არ არიან საბოლოო მიზანი, რადგან ისინი თვითონ სანსარაში არიან. მთავარი ყურადღება არის სანსარასგან განთავისუფლებაზე, ანუ შინაგან თავისუფლებაზე. მოკლედ რო ვთქვა, დაოიზმი ეს არის სიცოცხლის გახანგრძლივება, ჯანმრთელობა, ბუნებასთან ერთიანობა, ხოლო ბუდიზმი ტანჯვის დასრულება და სანსარადან გამოსვლა, ანუ ნირვანა.